ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ახალ კანონზე, რომელიც მთავრობამ წარადგინა ცოტა ხნის წინ, რაც გრძელავს 6 წელზე დიდი ავტომობილის, ანუ 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანას საქართველოში. რამდენიმე ვარიანტი წავიკითხე, ერთი იყო ის, რომ შემოყვანაც უკვე აღარ შეიძლება, ანუ იმპორტიც არ შეიძლება, მეორე ვარიანტი ეწერა, რომ შეგიძლია შემოყვანა უბრალოდ ვერ განაბაჟე. ყოველ შემთხვევაში ყველანაირი აგრძელვა არის მიუღებელი და აუცილებლად გასაპროტესტებელი. ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ამაზე, ოღონდ არ ვისაუბრებ მე მხოლოდ ერთი-ორი სიტყვით შემოვიფარგლები და ისაუბრებენ ის სტუმრები, რომლებიც მოვიწვია და დაურეკე და მივწერე და ვუთხარი, რომ მეთქი ვწერ ვიდეოს, თუ შეგიძლება დამითმე 10 წუთი, გამოგივლი ჩამიჯექი მანქანაში და დააფიქსირე შენი აზრები. რა თქმა უნდა, ვისაც მივწერე, ყველა დამთანხმდა. დავიძარი უკვე უნდა გავუარო პირველ სტუმარს და დღევანდელ ჩვენს ვიდეოში იქნებიან ცინცა, ძმაკაცი. მანამდე სანამ პირველ სტუმართან მივალ, მე მოგიყვებით იმ კანონებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არის იმპორტირებულ ძველ ავტომობილებზე. სანამ ამ ყველაფერზე საუბარს დავიწყებ, მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ დღეს სპეციალურად ვარ ჩინური ავტომობილის წარმოდგენაზე. იმიტომ რომ როდესაც მე დავდე ვიდეო TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და არა მარტო მე, სხვა ავტოგამხილველებმა თითქმის ყველგან იყო კომენტარები ის, რომ აი ჩინური ბაზრის მოხოდვა უნდათ, ჩინური ავტომობილების მოხოდვა უნდათ, აი რომ უკეთებდით რეკლამას, ახლა გაუკეთეთ ისევ რეკლამა და ასე შემდეგ. ჩემი მანქანით ვაპირებდი თავიდან წამოსვლას და ამ ყველაფრის გადაღებას, მაგრამ მე ვით დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ უნდა გავაკეთებიდი ჩემი მანქანით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სწორად დაინახოთ, რაში არის პრობლემა. თუ არ დავინახეთ პრობლემის სწორი არსი, ვერ გადავჭრით მაგ პრობლემას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორად დავინახოთ პრობლემა. აუცილებლად. აი, რა იგულისხმება ახლა პრობლემის სწორად დანახვაში? პრობლემის სწორად დანახვაში იგულისხმება ის, რომ ჩინური ავტომობილების წარმოებაში კი არ არის და შემოსვლაში პრობლემა. ანუ ვიღაცას თუ ჩინური მანქანის ყიდვა უნდა, ის იყიდის ჩინურ მანქანას. ვიღაცას თუ უნდა BMW-ს ყიდვა, ის იყიდის BMW-ს. ანუ არაფერ შუაში არ არის ჩინური მანქანა BMW-ს ყიდავს. და ის იგივე არის, რომ თავის დროზე BMW და Mercedes-ი რო შეიქმნა და უძველესი ბრენდები იყო და რაღაცა კონკრეტული ახალი ბრენდი წამოვიდა შემდეგ, რომელიც ნუ დღესდღეობით ძალიან ცნობილია. მაშინ რო ეთქვათ, რომ აი, всё, BMW და Mercedes ჩაძირავს ეს დამპალი ბრენდი და არ უნდა მოუხოდოთ ხალხს. ან მაგიტომ არის სისულელე, ვისაც უნდა ჩინური მანქანის ყიდვა იყიდის ჩინურ მანქანას, ვისაც უნდა რაღაცა კონკრეტული ძველი გერმანული და ამერიკული ბრენდების ყიდვა იყიდის იმ კონკრეტულ მანქანას. ეს არის ასე ვთქვათ, არჩევნის თავისუფლება და მეტი არაფერი. ამ ყველაფერზე საბოლოო დასკვნას და შეხედულებას მაინც ვიდეოს ბოლოს ჩამოვაყალიბებთ, როცა ყველა სტუმარი თავის აზრს დააფიქსირებს და უფრო მიხვდებით, რას გულისხმობ. ახლა რაც შეეხება უკვე კანონს. ძალიან საინტერესო რაღაც არის. იმიტომ რომ ესეთი კანონი, როგორც ახლა ჩვენთან მიღებას აპირებენ, აქვთ აზერბაიჯანში წლების წინ მიიღეს, რომ 5 წელზე ზემოთ რაც კი არის ავტომობილები გამოშვებული, ანუ 5 წელზე ძველი ავტომობილები, რაც არის, მისი იმპორტირება არ შეიძლება. აქ ისმის კითხვა, ჩვენ რა გვინდა, როგორი სახელმწიფო გვინდა რომ ვიყოთ აზერბაიჯანის მსგავსი, თუ მაგალითად გერმანიის მსგავსი. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანის ავტოწარმოებაზე ლეგენდები არ მსმენია. რო ვისაუბროთ ახლა რა კანონებია გერმანიაში. ეს თქვენ შეგიძლიათ მარტივად კითხოთ ChatGPT-ს და ნახავთ იქ ყველაფერს. მე ChatGPT-სგან არ მაქვს მხოლოდ ეს ინფორმაცია, ჩვენი მეგობარი, ძალიან ახლო ადამიანი, უკვე 8 წელია ცხოვრობს გერმანიაში და თქვენ იცით, რომ ხშირად ჩავდივართ მასთან სტუმრად და ყოველი ჩასვლისას, რა თქმა უნდა, გვაქვს ავტომობილებზე საუბარი, იმიტომ რომ ისიც ავტომობილია. ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ, სასაუბრო თემა არის ავტომობილები და ეს თემა ძალიან ბევრჯერ გაგვივლია და ბედის ირონია ის, რომ არც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ამ დონემდე მივსულიყავით ქვეყანაში, რომ აი უკვე 6 წელზე დიდი ავტომობილის ყიდვის პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ნუ მივედით. იმ ბიჭს ძალიან ბევრჯერ აქვს ახსნილი თუ რა კანონები გერმანიაში. გერმანიაში, როდესაც ავტომობილი შეგყავს არა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ანუ ამერიკიდან, თუნდაც საქართველოდან, არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია შეიყვანო, არ აქვს მნიშვნელობა რა წლოვანების ავტომობილი, უმნიშვნელოვანესია, რომ აკმაყოფილებდეს იქაური ტექინსპექტირების, ანუ TÜV-ის სტანდარტებს. ანუ რომ მიყვან ავტომობილის ტექინსპექტირებაზე გერმანიაში, იქ რა მოთხოვნებიც აქვს კონკრეტულ წლოვანებაზე იმპორტირებულ ავტომობილებს, იმას უნდა აკმაყოფილებდეს. შემდეგ არის უკვე ევროსტანდარტი. ანუ ამ ყველაფერს თუ აკმაყოფილებს TÜV-ზე, უკვე მიდის საქმე ევროსტანდარტზე. ევროსტანდარტი არის, რომ იმპორტირებულ ავტომობილებზე ევრო 4, ევრო 5, ევრო 6 ჩვეულებრივად შეგიძლია, მაგრამ თუ არის ავტომობილი იმდანაც ძველი, რომელსაც აქვს ევრო 3 სტანდარტი, ამაზე რაღაცა შეზღუდვები არის კონკრეტული. აი, არის რაღაც კონკრეტული ჩამონათვლები რა შეზღუდვა არის, რაც შეგიძლია რომ რეალურად გამოასწორო, ასე ვთქვათ, შეუცვალო შენს ავტომობილს, შეგიძლია ევრო სტანდარტებზე გადაწყობა ავტომობილის, გადააწყო, მოამზადო ისე რომ დააკმაყოფილოს იქაური კანონმდებლობა და ყავდეს ავტომობილი.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო მეტ თანხებთან არის დაკავშირებული, ვიდრე იქ რომ გეყიდა მანქანა. რა თქმა უნდა, მაგრამ ხო არავინ არ გიგრძელავს. უბრალოდ გეუბნებიან, რომ რთულად მოხდება ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიაზე, მნიშვნელოვანია რომ ამ ავტომობილმა არ დააბინძუროს გარემო, დააბინძურების გარდა, ასე ვთქვათ, არ შეუქმნა საფრთხე სხვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ამიტომ გვაქვს ეს წესები. თუ ამ წესებს დაიცავ, კი ბატონო, ყავდეს, რაც გინდა ყავდეს. თუ ის ყველაფერი წესებს აკონტროლებს. ეს მოგიყვანეთ გერმანიის მაგალითი. დაახლოებით იგივე რაღაცეები არის ამერიკაში, მაგრამ იქაც რაღაცა სხვადასხვა ისინი არის. შეზღუდვები არის, განსხვავდება რა თქმა უნდა გერმანულ და ამერიკულ შეზღუდვები, მაგრამ აკრძალულ არც იქ არ არის. რაც შეეხება ახლა უკვე old school მანქანებს, რასაც ვეძახით ჩვენ, ანუ კლასიკურ ავტომობილებში რაც გადის ისტორიულში. ჩვენთან არის რომ 40 წელს ზემოთ უნდა იყოს ასეთი ავტომობილი, რომ შემოიყვანო და პრობლემა არ შეგექმნას. ხოლო გერმანიაში არის რომ 30 წელს ზემოთ არის უკვე ეს ავტომობილი. ანუ 30 წელს ზემოთ ავტომობილი ითვლება კლასიკურ ავტომობილად. ჩვენთან 40 წელია, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო უბრიჭკვიანები ვართ. კარგით, მე მოგაწოდეთ უკვე მოკლე ინფორმაცია კანონების შესახებ, რომელიც თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში და წაიკითხოთ და რა ვიცი, გაეცნოთ ყველაფერს, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. ახლა უკვე წავალ პირველ სტუმართან, ჩავისვო მანქანაში, გავივლით ის თავის შეხედულებას გეტყვის და თავის აზრს გეტყვის ამ კანონთან დაკავშირებით, ასევე გეტყვის იმას, რაშია რეალური პრობლემა, რა არის ამ პრობლემის გამოსწორების სწორი გზა. ვიდეოს ბოლოს ალბათ ყველანი ერთად გამოვიტანთ დასკვნას. არის თუ არა მართებული. ხო, იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც წერდით კომენტარებში, რომ ძალიან კარგი კაცო, გაიწმინდება ქალაქი, ვეღარ სუნთქავთ ამდენი მანქანა. და ყველანი ფულიანები რო გამოდექით. რომლებსაც შეგიძლიათ რომ 2020 წელს ზემოთ ავტომობილები იყიდოთ. ბევრი ბოღმიანი გამოდგა, იმიტომ რომ 2020 წელს ქვემოთ ავტომობილის ყიდვაც არ შეუძლია, გაბოროტებულია და მაგიტომ უხარია ეს ყველაფერი. მაგ ადამიანებს მივმართო. აგერ ჩვენ, რომ მიიღებენ ამ კანონს, ნახავთ, რომ უარესად გაიგუდებით, უარესი გამონაბოლქვი იქნება ქალაქში და ქვეყანაში და უარესად მოიმატებს ავტომობილების რაოდენობა. ავეთ ახლა პირველ სტუმართან. მოვედით ჩვენს პირველ სტუმართან, ცინცასთან. ბიჭო, რანაირად დადიან. რა წეხში იყავთ ხალხის იმო. მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სუპარკებში. Привет. როგორ გიკითხოთ? ბატონო გურა. კარგად თავად, კარგად არასუნობს. ძალიან ცუდად ვარ მეც. სიმართლე რო გითხრით. გაგიკვირდებოდა ამ მანქანით რომ მოვაფციმორო. ეტყვით ამ მანქანით მოსვლის სპეციალურ მიზეზს. ის მინდოდა და მენახვებინა რომ ადამიანებმა სწორ პრობლემაზე გააკეთონ აქცენტი და არა ჩინურ მანქანებზე, იმიტომ რომ ეს არის ყურადღების გადატანა. ჩინურ მანქანებში არ არის იმის პრობლემა, რომ დღეს ჩვენ გვიგრძალავენ 6 წლით უფროსი მანქანის ყიდვის. რაშია რეალური პრობლემა? იმაშია რეალური პრობლემა, რომ ადამიანების უფლებები იზღუდება. კი ბატონო. პრობლემა ეგ არის. თორე ჩინური მანქანა რო არსებობს, მაგის გამო არ გვიგრძალავენ. ხო, არა, და ვერავინ ვერ გაწყავს და არც უნდა გაიწყვიტოს და გამორიცხულია ეგ ამბავი. უბრალოდ ეგ არის სწორი და ეგ არის სწორი, ასე ვთქვათ, შესაბრუნებლად საპასუხოდ, ძალიან მაგარია, მაგრამ მე და ჩვენ ვთქვათ, ვინც მაგას ვამბობთ, ვფიქრობთ, რომ ეგ არის მიზეზი უბრალოდ. ანუ ჩინური მანქანა ამ შემთხვევაში არის მიზეზი, თორე შეიძლება ყოფილიყო მაგალითად რუსული წარმოების ლადა, მოსკვიჩი, მაგალითად თუნდაც მხოლოდ ჩეხური შკოდა. მიხდები რა მნიშვნელობა აქვს? ჩინური იქნება თუ რა იქნება რა. ანუ კონკრეტულ ერთზე არის აქ საუბარი, რომ მე მგონი შეიძლება ვიღაცა ცდილობს, რომ რაღაც კონკრეტული ერთი წარმოების, ერთი ქვეყნის, ერთი ინდუსტრიის ხელშეწყობა ხდებოდეს აქ და ამავდროულად რა თქმა უნდა ჩვენი უფლებების შეზღუდვაც და მე უკვე აღარ მივდივარ ავტომოყვარულებს და ავტოკულტურას რაც შეეხება რა გემოვნების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და ასე შემდეგ რა. კი, ანუ მე რომ მაგალითად ვარ BMW-ს მომხმარებელი, ვერავინ ვერ მაიძულებს რომ ჩინური მანქანა ვიყიდო თუ არ მინდა. ხო. ხო, ვერავინ ვერ მაიძულებს. ანუ მაშინ მაიძულებენ იმით რომ კანონი უნდა ჩამიდო რომ მარტო ჩინური მანქანის ყიდვა. ანუ ალტერნატივა რო არ ქონდეს. რაც იყო საბჭოთა კავშირში. ჩემ გარშემო მე ვისაც უხურებ ხედავ კომუნიკაცია მაქვს ამ ბოლო დღეებში მე არ ვიძახი რომ ავტოსპორტსმენი, YouTube ან სხვა სოციალურად ბლოგერი, აქტიური ადამიანი უბრალოდ წარმოედგინე ავტომოყვარული ადამიანი, რომელსაც უყვარს მანქანები რა და არ არის არც დრაგში, არც ძრიფში და არც ჩვენ რაღაცა საზოგადოებაში ჩართული, ხო?
მათ ხო რა თქმა უნდა პირდაპირ შეეხოთ და ქვეყნის ჩემი აზრით 95% მოსახლეობას, იმიტომ რომ როგორც თვითონ გვითხრეს 5.2% არის რაოდენობა, რაც 5 წელზე ქვევით მანქანები არის რეგისტრირებული. ესე იგი ავტომატურად ამაზე პასუხი არის, რომ იმ 94.8%-ს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეიძინოს, ესე იგი 5 წელზე ქვევით მანქანები, ხო? ესე იგი აქ გამოდის, რომ 95 vs 5%. ხო. ეს უკვე აბსურდია და რატო გააკეთეს ეგრე არ ვიცი, მაგრამ ახლა რაზე დავიწყო საუბარი. ეს ჩვეულებრივი უბრალო ავტომოყვარული სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ხვდება და ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე და აი ზუსტად შენი ეს ვიდეო და მეც რო გავაკეთებ და სხვა ჩვენი კოლეგას რო გააკეთებს, იმას უნდა ემსახურებოდეს და იმას ემსახურება, რომ გავაგებინოთ ყველამ და კარგად გაიაზროს, ამხელა პრობლემაა. ეს მე ჩემი აზრი ესეთია რა, ფოთი სპორტიდანში დაწყებული ეგრეთ წოდებულ პაგრუშჩიკზე რომ მუშაობს, ხო ეს კონტეინერს ვინც ხსნის ქართველი ადამიანები, ვინც მუშაობს შრომობს და ოჯახში ლუპამპურის ფული მიაქვს, ხო? და ცდილობს რომ თავის შვილს განათლება მისცეს და კარგი ადამიანი და წინწასული ადამიანი გაზარდოს, ხო? მომავალ ცხოვრებაში. იქ იმ ადამიანიდან დაწყებული, მე ევაკუატორი ვცხოვს, მე გორში რომელიღაცა დილერს, თელავში რომელიღაცა დილერს, ვინც ჩართულია და ბიზნესად აქცეული. იმ პოლიციელს, რომელსაც მეორადი საქმიანობა დააქვს, ეს გახდილი, იმიტომ რომ თავის ხელფასი არ ყოფნის და მეორად საქმიან ცდილობს რომ ჩამოიყვანოს მანქანა თავისთვის ვიღაცისთვის და ამითი 2 კაპიკი დაამატოს თავის ხელფასს და ოჯახი აცხოვროს ნორმალურად, ხო? და კვირაში ერთხელ ხორცი აჭამოს, იმიტომ რომ ეგეც პრობლემაა. ამ ყველა რგოლს და ამ ყველა ადამიანს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს პროცენტს და ბოდიში იმ პენსიონერთან, ან თქვა 15 წლის ბავშვთან, ვისთვისაც დღეს ეს აქტუალური არ არის და ვერ შეიძენს მანქანას. და აი მისი ინტერესი არ არის, მაგრამ დანარჩენი ყველასთვის, ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნის, ყველასთვის პრობლემაა, ყველა შეეხება და ვისის მოვისმენთ, რომ სერვისებს პრობლემა არ შეექმნება და უფრო კარგად იმუშავებს, კი, რაღაც ეტაპზე იმუშავებს, მაგრამ იმ სერვისებს საც პრობლემა შეექმნებათ, იმიტომ რომ იქაც მე ამ რეგულაციაზე არავინ არ გაჩერდება, იქაც რაღაც სხვა რეგულაციები დაემატება, ნაწილებთან, ხელობასთან, უკვე ხომ მიიღეს კაცო ის შეზღუდვა ელიავაზე საბურავებში ვერ ყიდიან. ზეთებსაც ვეღარ ყიდიან. ანუ იქ იმ სერვისს უკვე შეეხო, უკვე ვინუჯდენი ხარ ბჭყალებში, რომ თბილისში იმ ადგილებში, სადაც ადრე მუშაობდი და მიმზიდველი იყო, ანუ შენი საქმიანობისთვის და კლიენტი მარტივად გაგნებდა. შო იქ ვეღარ მუშაობ, ეგ კიდე უფრო გამკაცრდება, რაც რაღაც ხრივ სვილაპარაკოთ, შეიძლება მაგაზე ვიდეო და გამიხოთ, რაღაც ხრივ სწორია, რომ ცენტრალურ უბნებში კოდეგრი არ უნდა ხდებოდეს, კი ბატონო, მაგრამ ანუ სერვისაც უკვე შეეხო და ამიტომ ის არგუმენტი, რომ სერვისი არ შეგვეხება და პირიქით კარგად იმუშავებს, არ არის ეგრე. აი ხა ჩვენ რო დავდივართ, აი ხა იქ საცობია რა, რო გავაჩეროთ მანქანა, კამერა შევატრევო და ვნახოთ. ისედაც ყველა ახალი მანქანა არის შედარებით გულისხმობ რას 5-დან 10 წლამდეა ყველა აქ მდგომარე მანქანების 80%, 85%. ეგ რას ნიშნავს? რომ ადამიანი როგორც კი 2 კაპიკს შოულობს, რომ მანქანისთვის გამონახოს თავისი უსაფრთხოებისთვის და თავისი ოჯახის კომფორტისთვის და თუნდაც საქმიანობისთვის, ხო? ეგრევე არ უნდა იმას ჩვენი მითითება და ჩვენი სწავლება. მიდის და ახალ მანქანას და დაბალგარბენიას და ეგრეთ წოდებულ სვეჟს ეძებს. რომ ნაკლებად პროფილაქტიკაში მივიდეს, ნაკლებად დააბინძუროს და გამონაბული, იმიტომ რომ იმასაც შვილი ხავს. და ელემენტარული სურაშვილი არ ყავდეს, არავის არ უსწორდება ისა ბენზინის და დიზელის სუნით რო ხარს მანქანა რა. ხო და ამიტომ ასევე შერასწვი რომ ჩვენი უფლება იგრძნოვაო. რა ამ ყველაფერზე სასაუბრო და განათლების დონე ასამაღლებელი ჩვენ არ გვექნებოდა, რომ ნახე ტექნათვალიერების ინსტიტუტი, რომელიც 2018 წელს შემოვიდა, იმას რომ ზუსტად ემუშავა. რაც ჩემი ბრალია, რომ ვიღაცა ახერხებს, თუნდაც ჩემი მეგობარი და იმასაც ვთქვათ, ვაღიარებთ ყველა და ვეთქვით, რომ არასწორია ჩემო ძმაო, რომ რაღაცა ბენზინიან ძრავენ მანქანაში ან დიზელიაში, რომელიც ბოლავს იმ კონკრეტულ დღეს პირს თუ რაღაცა სასხავს, ატარებს ტექნათვალიერებას და მე აი ხა აქაც აბა რომელი მანქანა ვნახეთ, ჩვენაც ეს ცენტრალური უბანი მოვიარეთ, რომ ხილულად ბოლავდა. ჯერჯერობით არ შეგხვედრია, მაგრამ ცოტა ხანი რო ვიაროთ, ერთი შეგხვდება. და ძალიან ცუდია. მე შენიხარ ევროპაშიც შემხვედრია. დიდი ღომში გაგიყვან, ან და გარეუბნებში. სადაც ლურჯი მარშრუტკები დადიან, რომელიც წელიწადნახევრის თუ 2 წლისაა, 3 წელზე მეტის არც ერთი არ არის. ეგ სახელმწიფოს ლურჯი მარშრუტკები. ჩამოვიდა ყველა ეგრეთ წოდებული DPF-ით, ნელა გორაობენ ეგენ, იმიტომ რომ პატარ-პატარა მანძილები აქვს, ის DPF-ი გაიჩერა, იძულებული გახდნენ რომ გაეუქმებინა და ეხა ის ლურჯი ახალი მარშრუტკები
ბოლავს პირველ გაზის ჩადგმაზე და ეგ დათვალიერება ზოგადად რო გავამკაცროთ და სწორად იმუშაოს როგორც საჭიროა მაშინ არანაირი სატრანსპორტო კოლაფსი და 2 მილიონი მანქანის პრობლემა არანაირი ჰაერის დაბინძურება და არაფერი არ იქნებოდა მიხვდი რაზეა საუბარი ეგ დათვალიერება ვერ მუშაობს ჩავარდნილი ინსტიტუტია და ან ეზარებათ ან არ უნდათ ან ვერ ხვდებიან როგორ უნდა მოგვარდეს ეს ინსტიტუტი და მაგითო მარტივად მოიფიქრეს რომ 6 წელზე აკვდრაოთ რაც არის დაუშვებელი და კატასტროფა რა 2 მილიონი როცა ითქვა მთავრობის ხდომაზე როცა დაინიცირეს 2 მილიონიდან იქ საქართველოს საქსტატი მეგობრებო ჯეოსტატ წერტილი G მე მგონი შედის და ნახეთ პირველ ადგილზე არის Ford Transit აი ძველი რა ჩვენ რო ბავშვობაში საქვია თბილისიდან ბათუმში რომ დავყავთ ხო იცი ეხა ანუ ბიზნესად ხმარობს ზოგი მაგმანქანას და ხილბოსნეულს და დაათრევს და ასე შემდეგ და ვენაცვალე მაგშრომელ ხალხს არანაირი პრობლემა არა უბრალოდ რა თქმა უნდა ყველა შავად ბოლობს და არ ვიძახი რომ მაგ ხალხს ეხა შემოსავლის წყარო წავართვა და რაღაცა თუ გაჯანსაღება გვინდა მაგ ხალხთან მივიდეთ გამოვართვათ ეგ მანქანები და ძალიან შეღავათიანი სესხით და პროცენტით იმას რო აწყობდეს ჩაუნაცვლოთ ახალი მსგავსი მანქანები. აი ეგ არის მიდგომა. როცა 30 მილიარდი გვაქვს ბიუჯეტი. მივხვდი შე როცა მართლა პრობლემის გამოსწორება გინდა. მოკლედ რა, იმ 50000 ტრანზიტიდან რეალურად ეხლა ქვეყანაში დადის ალბათ 15-დან 20000-მდე, 30000 ჩამოსაწერია უბრალოდ მარნეულში ვიღაცა ჩვენი აზერი თანამოქალაქე, ზეზარება და არც იცის რომ უნდა ჩამოწეროს და აჩამოუწერია და მაგითია გაბერილი ეგ სტატისტიკა. ასევე იმ პრიბუსებიდან 50000-დან ერთი 1500 გახუჭებულია და არჩენი ხედავთ აგერ დადის და ეგეც გასასწორებელია. ასევე იქ არის ვაზები, ანუ ჟიგულები ძველი 01, 03, 06 და ასე შემდეგ. იქიდანაც სადღაც ეგ არის წილი 70 არა ძალიან ბევრია მაგ ჟიგულების წილი რა ჯამში. იქიდანაც სათხედავთ ჟიგულს სოფელში რომელიღაცა კაი ბაბუს თუ ყავს, რა ქვია, თავის რა ქვია სახლიდან ორღობემდე გადასაადგილებლად რომელიც ვაფშე აღარ აფუჭებს აერს და საერთოდ აღარ არის ეგ მანქანები ექსპლუატაციაში ჟიგული 06 სადღა გინახიათ თქვენ. იშვიათად ჯარცე თუ დამუშავებს ვიღაცა და გავანებოთ იხა იმ პატიოსან კაცს თავით თუ არა და იმასაც რამე შეღავათიან სეცხში სხვა მანქანა მივცეთ და იმაში იმით იმუშავებს თორე არც იმას არ უსწორდება ჟიგულიც არ უნდა რა მოკლედ სტატისტიკა გავასწოროთ მოდი და მე ვილაპარაკოთ რამდენი 2 მილიონი მანქანა და როგორი კოლაფსის წინაშე დავდგებით რა 2023 წლის მერე ესე იგი 75000 მანქანა შემოდიოდა მდე 2023 წლამდე 2012-დან 2023-მდე საშუალო სტატისტიკურად 23-დან როცა ამოქმედებს 2013 წლიანი შეზღუდვა გაიზარდა 105-დან 150000-მდე წლიური მატება. მაინც არ უშველა არანაირად შეზღუდვამ და აკრძალვამ არ უშველა. და არც ეს არ უშველის, მაინც გაიზრდება და ის პრობლემა რომ კოლაფსი მოხდებაო და ჰაერია დამიძურებულიო და არ გამოსწორდება რა მაგითი რა. ანუ ჩვენ თუ გამოსწორება გვინდა კიდე ერთხელ ვიძახი. ეგ დათვალიერება უნდა იყოს სწორი, როგორც ჭირდება და შესაბამისია. მაგითი მოგვარდება გამონაბოლქვის და გაიცხლება ავტომობილების რაოდენობაც. მერე, როცა შენ გზაზე გამოდიხარ და მოატყუეთ ეგ დათვალიერებას. ხილულბოლზე საპატრულო პოლიცია შეუძლია გაგაჩეროს, დაგაჯარინოს და პრობლემა შეიქმნება. ასევე ასეულს მესამე სამსახური, რომელიც კონკრეტულად გამონაბოლქვის საკითხზე მუშაობს, დადის და უყურებს, აბა შენ ხო არ ბოლავ, გაგაჩერებს და ცალკე ჯარიმას მეგონი 500 ლარიანს გიწევს. ვიზუალზეც იყოს. როგორც არის ევროპაში, დაზიანებული ვიზუალითაც არის შეიძლება. იმიტომ რომ არ არის უსაფრთხო იხმო და დაიწყო ვეზაზე რომ დაეჯახო, ის მანქანა ისე ახალი გამოთვლი რომ იცავს ასე თუ ისე. თუ ეხა 300 არ გაიტანი ადამიანი და იქ რომ ვიზუალზე რაღაც დეფექტია და გამოშვერილი აქვს და რაღაცა იქ გაერჭობა და უკვე დააზიანებს ხო ადამიანს. ამიტომ სამი ინსტიტუტი როცა გაქვს შენ ქვეყანაში, რომელიც წესით ამ კონკრეტულად გამონაბოლქს გიკონტროლებს ესე იგი, ჩემი ბრალი და მოსახლეობის ბრალი აღარ არის რა, რომ მაინც ეს პრობლემა გაქვს შენ. ესე იგი, იმ ინსტიტუტების ბრალია და ის ინსტიტუტები დამიხვეწე. და თუ შენ არ შეგიძლია და რესურსი არ გაქვს, დაუძახე ანას, დამიძახე მე და დაუძახე ჩვენ გარდა კიდე ბევრი ადამიანია ჩვენ წინ, ვინც კონსულტაციებს მოგცემ და ჩემს მოგცემ. ანუ თუ საქმის მართლა მოგვარება გვინდა რეალურად და ეს სხვა мотивაციით არ კეთდება, ძალიან კარგად მოაგვარებთ მეგობრებო რა. ამაში მე ეჭვს არ ვეპარება და ეს ჩვენმა მთავრობამ ძალიან კარგად იცის და დიდი თხოვნით არ გვინდა 6 წლიანი შეზღუდვა. დავილაპარაკოთ იმაზე, როგორ შეგვიძლიათ თუ გვადარდებს დღევანდელი ჩვენი ქალაქის პრობლემა. გადმოვიხედებით და სმოგია და დაბინძურებულია ჩვენი ქალაქი? რატო ხდება ეს მეგობრებო? იმიტომ რომ ახლა რომ ვაუხავთ და ვნახავთ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში
აშვერილ რაღაც 70 სართულიან შენობა ნაგებობას ნებისმიერ სიმაღლედან რო გადმოიხედები, მანქანას კი ვერ დაინახავ, მანქანას ვერ დაინახავ. დაინახავ ბეტონის ჯუნგლებს, არასწორად აშენებულ კორპუსებს, ანუ არასწორ ადგილებში. გენგეგმა ვიცი რომ გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს არ ვასრულებთ მაგ გენგეგმას რა და მანქანა ბოლო პრობლემა კი არაა სიაში. მანქანა საერთოდ არაა პრობლემა. იცით რატო? მანქანა მიდის იქ იმ კონცენტრაციის ადგილებში, სადაც ის კორპუსი შენდება არასწორად და სადაც იმ კორპუსს საპარკინგი ადგილი არ აქვს და სადაც ქალაქში საპარკინგი ადგილები არ არის. მიხვდით? ანუ კონცენტრაციის ადგილებს შე რო შექმნი, რა თქმა უნდა იქ მანქანა მივა. აი ამაშია პრობლემა რა. ანუ მე ამ ყველაფრის გააზრების მერე ხვდები რომ მე თუ მივხვდი მაგას, მე თუ გავიაზრე, შენ თუ გაიაზრე, იმ თავრობაშიც ისეთი ხალხი ზის, რომ იმათ ჩვენზე ბევრად მეტი ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, პრობლემები და გამოწვევები აქვს გადალახული, ბევრად უფრო შეიძლება განათლებულები და ჭკვიანები იყვნენ, შესაბამისად მაგიტო ზიანი იქ, ანუ იმათმა ჩვენზე კარგად იციან ეგ. ესე იგი, ამ ყველაფერს სხვა мотивация ამოძრავებს და გეხვეწებით რა, ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი საქსტატს რო დაუჯეროთ, მე მგონი 1500 ლარია თუ 1800 ლარიაო, რაც არ არის ეგრე. მაგრამ ეგრეც რომ იყოს კაპიტალი. ეგრეც რომ იყოს. ფიზიკურად ვერ ვიყიდით ამ ექსელზე დაბალი წლოვანების მანქანებს. დაგვრჩება ჯართი ადამიანი, ვინსაც ყავდა 2009-იანი მანქანა და ფიქრობდა, რომ ეხლა მე ამას გავყიდი, რაც მოვაგროვე ფულს დავამატებ და 2015-იან, 16-იან დაბალგარბენიან, ევრო 6-იან და გადავალ ამ საკითხზე. BMW-ს, Mercedes-ან, Ford-ან რაღაცას ჩამოვიყვან და ამით ავტოპარკს განვაახლებ, ის მაგაცა ვერ იზავს და თავისი გაფუჭებული კატალიზატორით ისევ ტექნოლოგიებას მიადგება, რაღაცას მოიფიქრებს, მოატყუებს და საბოლოო ჯამში გამოვა და ისევ დააბინძურებს აი ეს, იმიტომ რომ ჭალებში ვინუჯდენი იქნება ბოდიში ამ რუსული სიტყვისთვის რა. რაც შეეხება ეხა ევრო 5-ს, როგორც თვითონ გითხრეს 2013-იან შეზღუდვა, როცა შემოიღეს რა. ეს იყო ევრო დირექტივა, დღესაც ევრო დირექტივაა. მეორე, ევრო 5 შემოვიდა 2009 წლის სექტემბერში. თუ ევრო 5-ზე გვაქვს სწორება, მოდით ევრო 5-ზე გავსწორდეთ კი ბატონო და 2009-ზე ჩავკეტოთ ეს შეზღუდოთ უგინათ რა. საკითხი არ შეიძლება და 2009-ის ქვემოთ გავაძვროთ გამბაჟება და გამერიღებს შედეგს. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, ესეც ჩააქშოვეს, რომ ევრო 5 შეიძლება კი იყოსო ავტომობილიო, მაგრამ 10 წლის რო არისო, იმას ცვეთა აქო და მაინცო დააბინძურებს გარემოსო. ტექნოლოგიება რას მიკეთებს მაშინ? აი, მე მყავს ზუსტად 10 წლის E-კლასი. ჩემი საქმიანობისთვის და ოჯახისთვის ახალი მანქანა დავიხილდი Mercedes. ყავს მოკლედ E-კლასი, რომელიც არის ევრო 6, რომელიც არის 10 წლის და 100,000 კილომეტრი აქვს გავლილი. ვაპირებ რომ გადავიღო ვიდეო, უნდა განვაბაჟო და ეგრევე არ დავალოდები ერთვის გასვლას და რაღაცა, წავალ, ტექნოლოგიებას გავივლი და ვნახოთ 00-ებს რო დაწერს. 100,000 კილომეტრის მერე და 10 წლის რო არის, ევრო 6 რო არის. ეგ 00 ტყუილია? არ არის 00 გამონაბოლქვი? 20 წლის მანქანა მყავს, 2006 წლიანი. თუ გინდა შენ ვიდეოში ეგეც წაიყვანე შემოწ. აი 00-ს დაწერს თავს დაუდებ. როდესაც გვაქვს ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს, ანუ მაგალითი ავიღოთ წარმატებული ქვეყნებისგან, ევროპისგან, ან მაგალითი ავიღოთ აზიის ხარს აღმოსავლეთის ქვეყნებისგან. ხო, რატო უნდა ავიღო? ანუ აზერბაიჯანისგან რატო ვიღებ მაგალითს, რომელსაც საერთოდ არანაირი ისტორია არ აქვს ავტომწარმოებაზე, საერთოდ არანაირი, ხო? და შესაბამისად, კიდე ყველაზე მეტად მე რაც ნერვებს მიშლის და ძალიან მაბრაზებს ამ კანონში არის ის, რომ ვიღაც გიკრძალავს სრულიად ლეგალური რაღაცის გაკეთებას. აი ვიღაც რო გიკრძალავს, ეს არის ყველაზე საშინელება და ცუდი. მესმის შეგზღუდონ. კი, ისევ შეგზღუდონ შენივე იმის უსაფრთხოების გამო. როგორც არის ევროპაში და ამერიკაში მაგალითად. ევროპაში გეუბნებიან, რომ შემოიყვანე იმპორტირება, რაც გინდა გააკეთე ნებისმიერი მანქანის, უბრალოდ პირველ რიგში, რაც უნდა დააკმაყოფილოს არის TÜV-ი. ანუ იქაური ტექნოლოგიება. დააკმაყოფილოს. შემდეგი რაც არის ევრო სტანდარტი. ევრო სტანდარტებში არის ევრო 4, ევრო 5 ან ევრო 6 უნდა იყოს, რომ შენ პრობლემა არ შეგექმნას ამის იმაზე. თუ არის ევრო 3, აქ უკვე რაღაცები არის ისეთი, რაც შემუნდა, კი,
მაგრამ საბოლოო შეგიძლია რომ მაინც 03-ის დაარეგისტრირო. კი, უბრალოდ თუ რაღაცები უნდა გადაეცდე. იქ შეიძლება კატალიზატორის შეცვლა მოგთხოვონ იქ რაღაცა რაღაც სარკეების სანათები და ასე შემდეგ რა. ამებს თუ შენ ასე ვთქვათ გადააწყობ ევრო 4-ზე, ევრო 5-ზე, ევრო 6-ზე, არანაირი პრობლემა არ შეგეომიერებ. კი, ამას პირდაპირ გეუბნება. ეს ყველაფერი თანხებს წაიღებს, ეს ყველაფერი ბიუროკრატიას მოითხოვს. მაგრამ კი, გინდა? არ გიგრძალავ, შემოიყვანე, არ გზღუდავ. და რაც შეეხება კიდე იმას, არც ერთ წლოვანებაზე აკრძალვა არ არის, ერთადერთი არის განსხვავება თანხებში. ხო. ანუ 10 წელი არის იქ, რა 30 წელზე მოთ ავტომობილი ითვლება კლასიკურ ავტომობილად და იმაზე უკვე საერთოდ სხვა წესები მოყვა. იმაზე გაიაფებულია 7%-ია გამბაჟები გადასახადა და 30 წელზე COVID-ა 18% 20% გერმანიის კანონმდებლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ დრო რომ დამითქვა. და რა შენ ამ აქტიურობისთვის. კი, იმედია მივახცევთ შედეგს რა. იმედია მაქვს მე ყოველ შემთხვევაში რომ მივალთ შედეგამდე თუ ყველანი დავდგებით ერთ აზრზე მოკლედ და რა ვიცი თუ რომ ნეკჭერდათ აქ ვართ. მოგწონთ. ჩემი 20 წლიანი მანქანა ანქდა. ასე. აქ მადლობა დიდი. Скумბრესია. მობრძანდით. კეთილი პასჩაბარ. ერთი ადგილი გამორეგაც ცენტრის ავტომობილში. სპეციალურად მოვედი დღეს. ჩინური ავტომობილით. იდა რომ სუნიგზო. მე რომ დავდე ვიდეო და რა მარტო მე თქვენს რომ დადეს და თქვენმა კოლეგებმაც რომ დადეს ხალხმა დაიწყო ლაპარაკი კარგად დაპირებდეთ ამ ჩინურ მანქანებს და ახლა ჩინური მანქანები შემოვა და შემოეყრება და მთელი ამბები და ასე შემდეგ მაგათი ბრალია ყველაფერიო და მინდა რომ ხალხს სწორი პრობლემა დავანახოთ რომ ჩინურ მანქანაში კი არის პრობლემა კანონში პრობლემა ჩინური მანქანა ძალიან სოუში რა ვიცი ხო ანუ ამდენი კანონიც არ უნდა მიიღო, მაინც მომწონა, მაგრამ ეგ არ წვის იმას, რომ უსამართლო განსიერება. ანუ საერთოდ არ იცვლება ეგ. საერთოდ არაფერს არ ცulis მანდ. ვიცი რა გითხრა. კი, ანუ აი არაფერს არ არის პრობლემა რა. მთავარი არის რომ ჩემი აზრით უნდა დავინახოთ, რომ პრობლემა არის აკრძალვაში. ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს ახლა ამ ყველაფერში არის აკრძალვა. ზოგადად ეს კანონი ამ სახით რატომ მოიგონეს და რატო დააინიცირეს? დღემდე ვერ ამოხსენი რა. იმიტომ რომ რეალური ახსნა არც ეკოლოგია არ არის, არც საცობების განტვირთვა არ არის, არც ჩინელების პროპაგანდა არ არის. ანუ არ არის რეალური მიზეზი სად არის დამარხული ეგ ვერ ვიპოვე რა. და ეგ მოგვიყვება ყველაზე მთავარი პრობლემა, ანუ ვერ მივაგენი რაში არის, ანუ მიზეზი რატომ უნდა თავყალაფრის გაკეთება რა. მარტივი გზა მგონია და რატო აწყობს? კი არ აწყობთ, მე მგონია რომ გადაწყვეტ ეს რომ უკვე გაუსაძლისია ქალაქში სიარული და აი უცებ მარტივად რა შეიძლება რა ვქნათ ახლა აი ეს ლაპარაკი ანუ აგვარებს მაკრო ანუ ეგ სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რაღაცეებზე ვსაუბრობთ ეხა ჩვენ რა 6 წელზე ძველი ავტომობილის შეზღუდვა ქალაქში საცობის პრობლემას არ გადაჭრის. შეუძლებელია. დაახლოებით ეგ იგივეა, შენ რომ ეხლა მე მითხრა რომ შიაო და მე გითხრა დახატეთქო. ანუ არაფერს ერთმანეთთან დაუკავშირებელ მცნებებზე საუბრობთ რა. ანუ ნახე ჩვენ თუ პირობითად იმას ვიზახით რომ 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანა ქალაქში მოძრაობას განტვირთავს ძალიან მწვენია რომ ამ ყველაფერზე საჯარო და ხმამაღლა საუბარი მიწევს, იმიტომ რომ ალოგიკურ რაღაცებზე ვსაუბრობთ რა და ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ერთმანეთთან ესე ალოგიკურად დაუკავშირებელი რაღაცების ახსნა განმარტება მომიწევდა საერთოდ, მაგრამ ნახე ქალაქში არსებული პრობლემები, ანუ საცობის პრობლემა ძალიან ბევრი რაღაცის გამოა მათ შორის შეიძლება სადღაცას რაღაცა წვრილი ავტომობილების რაოდენობასაც მიუძღოდეს, თუმცა რა წვრილიც არ უნდა მიუძღოდეს ავტომობილების რაოდენობას, ავტომობილის შემოყვანის წლის შეზღუდვით ამ პრობლემას ვერ გადაჭრი. აზრი არ აქვს, რომ ის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი თავისთვის ყიდულობდა ავტომობილს პირობითად 2013-დან ხო ისედაც შეზღუდული გვაქვს, ანუ 2013-ზე ქვევით ისედაც ვერ ყიდულობდით, ხო? ვინც საკუთარი თავისთვის ყიდულობდა ავტომობილს, თან მოდი ერთი რამის გავითვალისწინოთ, რომ ამერიკაში ავტომობილს რომ ყიდულობ, აუქციონის მოსაკრებელი და ტრანსპორტირება არც ისე იაფია, ანუ აუქციონის მოსაკრებელი და ტრანსპორტირება საშუალოდ $3000 მაინც ღირს. შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს შენ რა ავტომობილს ყიდულობ, მინიმალური ზღვარი $3000-დან იწყება, სულ რომ მინიმუმ ავტომობილი გაჩუქოს და აქ გამბაჟება არ მოგიწიოს, რაც გიждდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა რა, მინიმუმ აქედან იწყება. პლუს ავტომობილში თანხა უნდა გადაიხადო, პლუს უნდა განაბაჟო ეს ავტომობილი, პლუს შეაკეთო. ანუ უხეშად ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ბიუჯეტი $6000-დან იწყება.
$6,000-დან როცა იწყება და უხეშად იქ დაუშვა დაახლოებით $3,000-მდე იხდის, მე ამ წუთას შემიძლია შევიდე საიტზე და გაჩვენოთ 2020 წლიდან 2026 წლამდე გაყიდული ავტომობილების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც $3,000-ზე ქვევით არის გაყიდული ამერიკაში. კი, რა თქმა უნდა, მთლიანი ერი რო გადავეწყობით 2020-ის ზევით ავტომობილების ყიდვაზე, ეგ საერთო ჯამში შეამცირებს ავტომობილის ღირებულებას, მაგრამ ეს უბრალოდ გაზრდის იქ აუქციონზე ავტომობილის ღირებულებას, ანუ ყიდვის ღირებულებას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეამცირებს იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას. ანუ შეიძლება რაღაცა გავლენა მოახდინოს, თუმცა ეგ მოხდენილი რაღაცა გავლენა რამდენად გავლენას იქონიებს ქალაქის საცობების გამტვირთვაზე, ანუ იმდენად მცირე ციფრია პროცენტულად ავტომობილების რაოდენობა როგორც ასეთი. თან ნახე, ჩვენ როცა ვასახელებთ, რომ 2 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული და მაგ ციფრიდან გამოდივართ, რომ ქალაქში პრობლემას იწვევს 2 მილიონზე მეტი ავტომობილი რო არის საერთოდ საქართველოში რეგისტრირებული, ჯერ ერთი ავიღოთ, რომ საქართველოს მარტო თბილისი არ არის. და საქართველოს არის კიდევ რეგიონები, რომლებშიც ძალიან ბევრი, ანუ განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან ბევრი რეგისტრირებული ავტომობილია, რომელიც საერთოდ აღარ გადაადგილდება. ასევე მე შემიძლია უხეში სტატისტიკა ვთქვა, რომ დაახლოებით 300,000-მდე ავტომობილი დაშლილებშია, დაშლილი ისე რომ არ ჩამოწერია საერთოდ. ასევე ძალიან დიდი რაოდენობის ავტომობილი ჩვენ მოძმე ქვეყნებში, თუ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში მოძმეს ვერ დავაქმედო, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ძალიან ძვირი ღირს ავტომობილების გამბაჟება ზოგადად და ხშირად არის ხოლმე ხრიკი, რომ საქართველოში დაარეგისტრირონ, გაიფორმონ ავტომობილი და ეს ავტომობილი გაიყვანონ საზღვარგარეთ და ამით ქართული ნომრებით ავტომობილით გადაადგილდნენ. მე რაღაც პერიოდულად შემოდიან და ისე უკან გადიან. ამ ავტომობილების რიცხვიც ძალიან მაღალია, ანუ ეს ავტომობილების რაოდენობაც ძალიან მაღალია საერთო ჯამში და ამ 2 მილიონს ყველა ვარიანტში ეს ორი კატეგორია, რომელიც დაშლილია და ჩამოწერილი არ არის და რომელიც ქვეყნიდან გასულია და ქართულ ნომრებზე დადის, ყველა ვარიანტში უნდა გამოვაკლოთ. შესაბამისად, ანუ ის ზრდის ტენდენციაც რაც იყო ნაგულისხმები, რომ 2018 წლიდან 2012 წლიდან 2026 წლამდე 2 მილიონზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული, ეგ ანიშნავს იმას, რომ ეს 2 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული ავტომობილი ყოველდღიურად თბილისში გადაადგილდება. ან ყოველდღიურად საქართველოში გადაადგილდება. აქვე კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თუ მაინც და მაინც რაღაცის აკრძალვით გვინდა რომ ავტომობილების რაოდენობა შევამციროთ, ეგეც არ გამოგივა და აქვე მოვიშველიებ საქსტატის სტატისტიკას და განხორციელებული აკრძალვების შედეგებს. განხორციელებული აკრძალვების შედეგებში მე შემიძლია მოვიხსენიო 2013 წლამდე შემოყვანილი ავტომობილების აკრძალვა, რომლის შემდეგაც იმპორტი არის გაზრდილი. ანუ 2013 წლამდე ავტომობილების შემოყვანა აუკრძალეთ იმ მიზეზით, რომ სადღაც თეორიაში ავტომობილების რაოდენობა შემცირებულიყო და უფრო მეტი ავტომობილი შემოვიდა ყოველწლიურად, ვიდრე მანამდე შემოდიოდა. შესაბამისად, მაგ მეთოდმა საერთოდ არ იმუშავა, ხო? ანუ არასწორი მეთოდია. და არასწორი მეთოდი, რომელიც ერთხელ პრაქტიკაში გამოვიყენეთ, დავტესტეთ და შედეგი დავინახეთ ნათლად ციფრებში. იგივე არასწორი მეთოდით მეორედ მცდელობა, რავი, მე პირადად მაქვს ესეთი ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ვირს ტალახში რო გაატარებ, მეორედ აღარ გაივლისო რა. ხო და რა ვიცი, ანუ თუ ვირს აქვს მაგდენი შეგნება და ჭკუა, რომ ტალახში ერთხელ რო გაატარებენ, მეორედ არ გაიაროს, ჩვენ რატო ვცდილობთ, რომ იგივე კანონის მიღებით მეორედ გადავჭრათ პრობლემა, რომელიც პირველად იგივე კანონმა ვერ გადაჭრათ რა. ლოგიკა იკარგება საერთოდ რა. ქალაქში რა იწოს საცობს? ეგ ძალიან ვრცელი თემაა, ძალიან სიღრმისეული თემაა და ძალიან რთული საკითხია ასევე რა, კომპლექსური საკითხია და ეს ერთი ხელის მოსმით ვერც მარტო აშენებულ კორპუსებს დავაბრალებ, ვერც მარტო დახაზულ ბასლეინებს, ვერც პარკინგების არ ქონას და ვერც ავტომობილების რაოდენობას. ანუ ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც კომპლექსურად უნდა გადაიჭრას და სწორი მუშაობის შედეგად შეიძლება გადაიჭრას და არა ისე რომ მე დღეს მანქანებს ავგზავნო და საცობი არ გვექნება. ანუ ხომ მარაზმია რა, შეუძლებელია, ლოგიკაში არ ზის საერთოდ ყველაფერი. ეხლა მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკოლოგიის საკითხი. რომელიც მეორე სარჩული იყო ამ ახალი კანონის მიღება თუ დაინიცირების. ეგ კიდევ უფრო მარაზმატიკულად მეჩვენება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ქვეყანაში გვაქვს ეგ დათვალიერება, რომლის დათვალიერების მექანიზმები და მეთოდები და მოთხოვნები არაერთხელ გამკაცრდა და შეიცვალა. თუ ამ დათვალიერებას ვერ გადიხარ,
ავტომობილით ვერ გადაადგილდები. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი, გუშინ წინ რაღაც ავტომობილი მყავს, რომელიც უბრალოდ დღეს გავყიდე, ყავდა რაღაც ავტომობილი, რომელიც რაღაც პერიოდი გაჩერებული ყავდა, საერთოდ ინტეგრატორების ვადაც გასული ქონდა და არ გამომიყვანია. გამოვიყვანე იმისთვის, რომ გამერეცხა, სურათები დამედო და გამეყიდა. ავტომობილით გამოვედი და 15 წუთში მომივიდა ტეგდათვალიერების ჯარიმა, იმიტომ რომ ავტომობილის ტეგდათვალიერება არ ქონდა გავლილი. შესაბამისად, იმასაც ვერავინ მეტყვის, რომ ტეგდათვალიერება არაეფექტურია და ჩვენ თუ ტეგდათვალიერებაში გვაქვს რაღაც სტანდარტები და ამ სტანდარტებს ავტომობილი ვერ აკმაყოფილებს, ვიცით რომ ვერ გადის. თუ ტეგდათვალიერების კუთხით გვაქვს კორუფცია და ვიღაცები ისე გადიან ტეგდათვალიერებას, რომ რეალურად ავტომობილი ვერ აკმაყოფილებდეს, მოდი მაშინ ამ კორუფციის პრობლემას მივხედოთ და არა ავტომობილების აკრძალვით დავიწყოთ. ანუ ნახე, ავტომობილების აკრძალვა ტეგდათვალიერებაზე არსებულ კორუფციას ვერ მოაგვარებს. ტეგდათვალიერებაზე არსებული მოთხოვნები, რომელიც ავტომობილების მიმართ არსებობს, არის ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილები და მინიმუმ Euro 5 სტანდარტის მოთხოვნები გვაქვს. შესაბამისად, ანუ თუ Euro 5 სტანდარტით შეგვიძლია ვიაროთ, Euro 5 სტანდარტის ავტომობილები 2009 წლიდან იწარმოება და დიზელები 2011 წლიდან და ჩვენ 2013 წელზე გვაქვს შეზღუდული. შესაბამისად, რაც საქართველოში ავტომობილი შემოდის, ყველა Euro 5 სტანდარტია და ყველა ჩვენი ტეგდათვალიერების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და თუ ყველა Euro 5 სტანდარტია და ყველა ჩვენი ქვეყნის ტეგდათვალიერების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგ შემთხვევაში რას გვძალავთ? ანუ რას გვაძლევს? ანუ ეკოლოგიის კუთხით რას გვაძლევს მაშინ ამის? ანუ ვინმე მომიხსნას, რომ პირობითად 2017 წლიანი ავტომობილი, რომელიც Euro 5-ია და 2020-იანი ავტომობილი, რომელიც ასევე Euro 5-ია, ერთმანეთისგან რაიმე სახით გამონაბოლქვის კუთხით განსხვავდება. აქვე კიდე შემიძლია ცოტა უფრო ტექნიკურად სიღრმეებში წავიდე და ერთი რამე აქვს რა. 2020 წლიანი ავტომობილი, რომელიც არის 300.000 კილომეტრი გარბენით. და 2017 წლიანი ავტომობილი, რომელიც არის 50.000 კილომეტრი გარბენით. რომელიც ერთი იგივე იდენტურ ავტომობილზეა საუბარი, იდენტური ძრავის მოცულობაზე, იდენტურ კომპლექტაციაზე, რომელიც უფრო ეკოლოგიური იქნება თქვენი აზრით. ამ სხვაობა როგორი იქნება ავტომობილებს შორის ეკოლოგიის მხრივ. გამონაბოლქვის მხრივ. მე გეტყვი, ორივე ჩაჯდება ნორმაში ტეგდათვალიერებაზე, თუმცა 2017 წლიანს გაცილებით ნაკლები ექნება მაინც გამონაბოლქვი მავნე, ვიდრე 2020-იანს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმას უბრალოდ პატარა გარბენი აქვს და კატალიზატორი ცოცხალია. წვის კამერა ცოცხალი აქვს, ცილინდრში ზაზორი, ესე ვთქვათ, ღიობი გაცილებით ნაკლები აქვს, როგორც კოილცოებში, ასევე თვითონ ცილინდრის მდგომარეობა აქვს გაცილებით უკეთესი. შესაბამისად, კარტერის ვენტილაციაში გაზების გადადინება აღარ ხდება და ზედმეტი გაზების გადადინება რადგან აღარ ხდება და ეს ზედმეტი გაზები არ ხვდება წვის კამერაში კარტერიდან მოხდრილი, გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვი ექნება. შესაბამისად, ანუ ის ლოგიკა, რომ 20 წლის მანქანა კარგია ეკოლოგიურად და 2017-იანი არ ვარგა, არის სრული აბსურდი და შემიძლია როგორც ეკოლოგიური, ასევე ტექნიკური კუთხით ავუხსნა ნებისმიერ ადამიანს და დავუყვაო და დავუმტკიცო, რომ სისულელეზე გვაქვს საუბარი, ანუ მარაზმზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ანუ ორი მიზეზი, რომლის გამოც გვინდა რომ ეს კანონი შემოვიღოთ, ორივეს მოვბარცილებთ საუბარში ეგრევე. ნახე საუბარში არა, მე შემიძლია პრაქტიკაში გავაბათიო. არა ხო? ჯერ პირველი ეტაპზე საუბარში ვაბათილებთ და პრაქტიკაში ხო თავისთავად. და ეხლა კიდევ ის პრობლემები, რა პრობლემებსაც გამოიწვევს ეს კანონმდებლობა. ანუ რა პრობლემა, რის გამო არ უნდა მივიღოთ და რა პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ის უკვე ვთქვით. ეხლა რა პრობლემებს გამოიწვევს იმაზე ვისაუბროთ რა. ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა რომ თუ თვლით და როგორც ჩანს ამ კანონის გადამკიდე თვლიან რომ ღარიბებმა არ შეიძლება რომ მანქანით იარონ და მხოლოდ დიდრებმა უნდა იარონ, მესმის სადღაც კაპიტალიზმის ლოგიკა, თუმცა თუ ღარიბებმა არ უნდა იარონ მანქანით, ეგ მეთოდი მაგას არ იზავს და ღარიბები მაინც ვივლით მანქანით. და თან ვივლით როგორ? ვივლით ძველი ავტომობილებით, რომლებსაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ, იმიტომ რომ ახალ ავტომობილს ვერ ვყიდულობთ. შესაბამისად, თუ ახალ ავტომობილს ვერ ვყიდულობთ, ბაზარი მოძველდება გაცილებით, ვიდრე განახლდება. ანუ მე თუ შემოსავალი არ მაქვს, რამდენი კანონიც არ უნდა შემოიღო, ახალ მანქანას ვერ ვიყიდი და შევეცდები ის ვაცოცხლო, რაც მყავს. აქამდე თუ იმის ცოცხლებაზე აღარ ვზრუნავდი, ის სადღაც დასაშერად მივყავდა, 2 კაპიკს ვამატებდი და ვყიდულობდი შედარებით ახალს. ანუ აქ უგულისხმობ იმას, რომ თუ მყავდა 2003 წლიანი ავტომობილი, რომელიც მოფახფახებული იყო და ვეღარ იყო იმ მდგომარეობაში, მე რჩივნა, რომ იმ მანქანაზე ფულის დახარჯვის მაგივრად $2-3 000 დამემატებინა და 2013-იანი, 2014-იანი ავტომობილი მეყიდა. ამ
ამ შემთხვევაში $2-3,000 დამატებით პრობლემაზე ვეღარ ვაგვარებ და მირჩენია ეს $2-3,000 ამ ავტომობილს დავახარჯო და ისე მდგომარეობამდე მივიყვანო, რომ ტექნიკურად გამართული იყოს და ვიარო, ვიდრე გადავაგდო და უბანქანოდ დავრჩი. შესაბამისად, ამ ადამიანთან ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა არის საკმაოდ ღარიბი. კონკრეტული მიზეზების გამო და ეგ კიდევ ცალკე პრობლემებია, მაგრამ მოდი მაგეთ არ წავალ. შესაბამისად, ღარიბ ქვეყანაში ვეუბნებით ადამიანებს, რომ თქვენ ახალი ავტომობილს ვერ იყიდით, ახალ ავტომობილს ვერ იყიდით, შესაბამისად, მოდით იარეთ იმით, რაც გყავთ. და გამოვა ის, რომ ავტოპარკს დროთა განმავლობაში გაცილებით დავაძველებთ, ვიდრე განვაახლებთ. ასევე ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ავტოპარკის განახლება გვინდოდა და იმიტომ ვიღებთ ამ კანონს. რაც ვერ გამოიწვევს ავტოპარკის განახლებას. თუ ავტოპარკის განახლება გვინდა, მოხარებელი უნდა იყოს ფსყიდველუნარიანი იმისთვის, რომ ავტოპარკი განახლდეს და თუ არ ყავს ფსყიდველუნარიანი მოხარებელი, ის მომხმარებელი მაინც გზას შეესწება, რომ ავტომობილი ყავდეს და იპოვოს ის გზა, როგორ ყავდეს ავტომობილი და არა ის, როგორ იშოვოს ბევრი ფული შოვნა ყველას უნდა აბსოლუტურად. მაგრამ პირდაპირ ვიცით, რომ ბევრ ფულს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ შოულობს და შესაბამისად გზას რას ვუტოვებთ, რომ შეიძინონ ისევ ძველი ავტომობილები აცოცხლონ და რამდენადაც შეინარჩუნონ ის, რაც ყავთ. შესაბამისად, პრობლემა საერთოდ არ გვარდება. ეს პრობლემის მოგვარების გზა არ არის. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ბევრ ავტომობილში გასაახლებელ ავტოპარკშია პრობლემა, ეს კანონი მაგ პრობლემას საერთოდ ვერ აგვარებს ვერც ერთი კუთხიდან, ვერც ერთი ასპექტიდან. მაშინ რა გვჩება? რატო ვიღებთ ამ კანონს? ზუსტად ეს არის, რითიც საუბარი დავიწყე. ლოგიკას ვერ მივაგენი კანონის მიღების რა იყო და ეგ მძაბავს ყველაზე მეტად. ხო. მხოლოდ უსამართლობის გაცდა მათ ჭერს ახლა ყელში, რომ რაღაცა სისულელეს უნდა დავემორჩილოთ მთელი ერი და იმდენად სისულელეა, რომ ნახე, მარტივად აღხსნი რა. შეიძლება ეხლა ძალიან არაპოპულარული აზრი ვთქვა, მაგრამ არსებობს ამთავრობის მიღებული რაღაც კანონები, რომლებსაც ვეთანხმები. რაღაც კანონები, რომლებმაც ჩემ კისერზე გადაიარა პირდაპირ, მათ შორის იყო ბოლო კანონი, რომელმაც ქვეყანაში, უпростоრად თბილისში, კონკრეტულ ზონებში აკრძალა კონკრეტული ბიზნეს საქმიანობები. მათ შორის ამ ბიზნეს საქმიანობებში მოხვდა ჩემი ბიზნესი, რომელიც დაახლოებით 6 თვის წინ მქონდა გაკეთებული. მე და ჩემმა მეგობრებმა საკუთარი ხელით ძალიან ბევრი რამე ვაკეთეთ. რემონტში ობიექტის 50,000 ლარზე მეტი დავხარჯეთ, ბრენდი შემოვიტანეთ, საქმე ვაკეთეთ და ამ ბიზნესის დახურა მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პირადად ერთი პიროვნებისთვის ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, მე ამ ქალაქში ვზრდი 3 შვილს და ის ეკოლოგია ისევე მაღელვებს, როგორც ხვებს შეიძლება იმათზე მეტადაც კიდე. და ამის გამო ხმა არ ამომიღია. საზოგადოებამ ნახა, როგორ მიუდექი მე ამ საკითხს, დავიწყე ალტერნატივის ძებნა და ალტერნატივა რომ ვერ მოუძებნე, მთლიანი ბიზნესი ბრენდი გავყიდეთ და ამით მოვაგვარე მე ეს პრობლემა ვიზარალეთ. საკმაოდ თანხა ვიზარალეთ და ბრენდი გავყიდეთ, ის არ იგულისხმება, რომ ჩვენ ფულში დავჭით და გავსწორდით და ბედნიერები ვართ. არა, საკმაოდ თანხა ვიზარალეთ ყველამ აბსოლუტურად და საკმაოდ ენერგია, სამწლიანი ენერგია მქონდა მაგ ყველაფერში ჩადებული და სამწლიანი დრო და ეგ ყველაფერი ჰაერში წავიდა, მაგრამ მიუხედავად მაგ ყველაფერისა, მაგ კანონზე ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ არის ლოგიკა ის, რომ შეიძლება ჩემი ობიექტი ძალიან მოწესრიგებული იყო, ძალიან კარგი იყო, არაფერს არ ვაზიანებდი, არც ბუნებას, რა ქვია, ვაზიანებდი, არც აალების შანსი იყო იქ, რეალურად არანაირ პრობლემას ის კონკრეტული ობიექტი არ ქმნიდა მაგ კუთხით, თუმცა თუ ყველას ეხებოდა ეს, მაშინ მეხებოდა მეც და ხმა არ ამომიღია. იმიტომ რომ ეს პრობლემა ეხებოდა როგორც დაშილებს შუა ქალაქში და მაზუტს შუა ქალაქში, ასევე ამტვერებად სატვირთოებს, რომელიც ქალაქში დადიან და წეღან ქალაქის ზემოთ ნაწილში ვიყავით ასული და ვიდეო გადავიღეთ რაღაცა კონკრეტული YouTube-ისთვის და იქიდან რომ გადმოვხედე, არ ვიცი, მე მგონი მაგ კანონმა ჯერ საერთოდ ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ტურით არის სავსე, ტურიანი სმოგი გვადგას თავზე. და ეგ არ არის ავტომობილების გამონაბოლქის სმოგი. ტურიანი სმოგი ადგას ქალაქს თავზე და სხვათა შორის უარ დაგიმალოთ ის არგუმენტიც, რომ 2012-ის მერე გაუარეს და ეკოლოგიური მდგომარეობა ვერც მაგაში დავეთანხმები, იმიტომ რომ იგივე სმოგის სურათი გადაღებული მაქვს 2011 წელს. და თუ იმეს სურუჟი ეკნება, შემიძლია ვანახო, არ პრობლემა. თუ წესებს არ დაიცვა. ხო, მშენებლობის წესები კიდე ცალკე საკითხია და ცოტა შორს წაგვიყვანა ეხლა ამ საუბარმა, მაგრამ კიდე ერთ რამეს ვამბობ, რომ ლოგიკურ კანონებს არ ვარ უაზრო პროტესტანტი, რომელიც უბრალოდ ყველაფერი გაკეთებულით, არა, კარგსაც ვედოთ, ყოფილიც ვარ რაღაცებით და ვეთანხმებით კიდეც, თუმცა რაც უსამართლოა, რაც არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში
მანდ უკვე ვერ ვისვენებ. აქ ეხლა შეიძლება ვიღაცამ აქ პოლიტიკური სარჩულები მიაკეროს და ის არ იყო უსამართლო და რაღაცეები მითხრას, თუმცა მაგაზე ცალკე პასუხი მაქვს და მოდი ამ ვიდეოში მაგაზე პასუხს არ გავცით საერთოდ, იმიტომ რომ კიდე ცალკე საკითხია, ცალკე თემაა, ბევრად განვრცობადი თემაა და არ ვიცი ამ ვიდეოს ფორმატი რამდენად მოგწევს იმის საშუალებას, რომ მე კიდე საათნახევარია ვილაპარაკო. ამიტომ 2013 წელს კანონი რომ მიიღეს, მაგ დროსაც ძალიან დიდი უსამართლობა მქონდა რა, მართლა ძალიან უბრალოდ, აი მან როგორი რაღაცა იყო, იცი? არ მიაქტიურია მეც. აი დროს ჩავკალით ხო? და ნახე მე ჩემი ახსნა მაქვს რატომ არ მიაქტიურია მაგ დროს. შეიძლება უაზრო იდეალისტი ვარ და მაგითო არ მიაქტიურია მაგ დროს რომ როგორც ეგან თქვი ეკოლოგია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევრო 5-ის მორალი და ლოგიკა მესმის. და რატომ იყო სასურველი ევრო 5-ის სტანდარტის დაცვა ქვეყანაში ეგ მესმის და მაგიტომ არ მიაქტიურია, თუმცა მანდაც არსებობდა სხვა გადაჭრის გზები მაგ პრობლემის და სხვა მეთოდები, რომ ძველი ავტომობილები კი შემოსულიყო ოღონდ არავის და არც ეკოლოგიას და არც ქალაქს არც ადარ დაწოლოდა, მაგრამ მოდი ეხლა აქ მე რა ქვია ინსტრუქციების მიცემას არ დავიწყებ და კიდე გზების ჩვენებას რა როგორ შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ მე კიდე მედამბრალდება რაღაცეები და ანათემას გადავეცემი ისევ სტანდარტულად, ამიტომ ეგ თვითონ მოიფიქრა როგორ შეიძლება მაგ ყველაფრის გაკეთება. თუმცა მეთოდი მაშინაც არსებობდა და აკრძალვა მეთოდი აკრძალული არის იმაში რა ქვია სომალში, ნიგერიაში და რამდენიმე ქვეყანაში, ანუ აკრძალვა თუ ჩვენ ვედრებით განვითარებულ ქვეყნებს, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში აკრძალული ავტომობილის შეყვანა და რეგისტრაცია არ არის. მემარაზმება უბრალოდ აკრძალვით პრობლემის მოგვა, აკრძალვით პრობლემა არ გვარდება. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალული მშრალი კანონი რომელიც სასმლის დალევას უბრძალავდა ადამიანებს და მიუხედავად იმისა, რომ ციხე და საკმაოდ ისეთი მძიმე სანქციები იყო, ადამიანები სხვადასხვა გზებს პოულობდნენ. დღეს მაგალითად მარიხუანა ვარ აკრძალული, მაგრამ ადამიანები მაინც სხვადასხვა გზებს პოულობენ. ანუ აკრძალვა უარესი მოყვა ყოველთვის რაღაცის აკრძალვას რა. აკრძალვით არ გვარდება პრობლემა. თუ რაღაცა პრობლემას ხედავთ, ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სწორი რეგულაციით და არა აკრძალვით. ანუ აკრძალვა არ არის გამოსავალი. როგორი რაღაც არის, იცი? აკანაც რო არ მივაქცეთ, ვერ აღვიქვით უბრალოდ მანქანების კანონი, თუნდაც 2013 წელზე შეზღუდვა რო იყო, თორე რეალურად აი ეგეთი რაღაც არის ზუსტად რომ ვიღაცამ რო გვითხრას ახლა გამოვიდეს რომ ჩვენ გიკრძალავთ მას რა ქვია რაფინირებული შაქრით დამზადებული ტორტების და ნამცხრობის ჭამას. იმიტომ რაფინირებული შაქარი არის საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის და იცით თან ქალაქში ძალიან ბევრი საკონდიტროა უკვე twin-ზე იყო სხვა კუთხეში საკონდიტროა და აი მოდი შენ შეგიძლია იყიდო, მაგრამ ვერ შეჭამ. თუ გინდა რომ ჭამო, უნდა იყიდო აი ძვირიანი და იშვიათი რო არის შემცვლელი შაქრის შემცვლელი დამზადებული, ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და თან ყველა ვერ შეჭამს და ერთეულები შეჭამენ და აღარ მომრავლდება. ან ხო აბსურდია, ხა ამაზე ხო გვეცინება ვინმე ეს რომ ასე ხო ჩვენ გვეცინება, მაგრამ საერთოდ არ არის გამორიცხული. ხო, აი მაგას ვაღებ რომ უკვე ეგეც აღარ არის გამორიცხული. ფერად. იგივე ფერად დიდიხადი არაფერი აღარ მიკვის, მაგრამ ასე როგორც მოგესწრება ამ სინერზე დავაინიციე ესეთი სიგნალებით გამოხატვა პროტესტის და რა თქმა უნდა ადამიანების აზრები და შეხედულებები მაგ საკითხთან დაკავშირებით გაიყო და დღეს ცალკე მე ხა ჩემთვის ვიდეოს გადავიღებ TikTok-ზე და ავხსნი მაგ ყველაფერს ეგ რატომ მოვიფიქრე მაგ მეთოდით, მაგრამ მოდი მინდა შენთანაც თქვა რომ ვინმე თუ ამ ვიდეოს ნახავს გამოადგება ალბათ რაღაცაში და ვიხვდება რაზე იყო საუბარი. ნახე სიგნალების და ანუ ძალიან ვრცელი თემაა და შევეცდები რომ ძალიან მოკლედ თქვა ანუ სიგნალები რატომ იმედი ძალიან ვრცელი თემაა, ძალიან ბევრი კუთხე აქვს, ძალიან ბევრი წაფნაკი აქვს, ძალიან ბევრი გზიდან მაქვს ნაფიქრი და რატომ მივედი მაგანე ვარდიევად ავხსნი რა. ვიღაცებს სასაცილოდ არ ეპოსტა, ეს რა ვია აპიპინეს და ასე შემდეგ რაღაცა კომენტარებს გიწერდნენ რა და მე ნახე ვარდიევად ავხსნი. ზოგადად პროტესტი ნიშნავს იმას, რომ შენი ხმა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ადამიანებმა მიაწვდინოთ და ადამიანების ერთობა და ანახოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. პროტესტი ნიშნავს მაგას. პროტესტს აქვს სხვადასხვა ფორმა. პროტესტის ფორმა შეიძლება იყოს როგორც ქუჩაში დგომა და წერტილი, ასევე შეიძლება ქსების გადაკეთვა, ბიზნესების ბოიკოტი და კიდევ ძალიან ბევრი პროტესტის ფორმა გამოუგონიათ ადამიანებს სამყაროში და ძალიან ბევრი პროტესტის ფორმა ყოფილა. მათ შორის ზოგი ფორმა ცოტა რთულად შესაძლებელია, ზოგი შედარებით მარტივად.
ასევე გეტყვით საშუალო სტატისტიკას, რომ ზოგადად როცა სახალხო პროტესტი რაიმე საკითხთან დაკავშირებით იწყება, თუ ეს საკითხი ზედმეტად ყველას არ ეხება და ზედმეტად მტკივნეული არ არის ყველასთვის, პროტესტში, ანუ ფიზიკურ სადღაცას გამოსვლასა და პროტესტში უკმაყოფილო ადამიანების აქტივობა და აქტიურობა არის დაახლოებით 10%. იმისთვის რომ ადამიანები გამოვიდნენ, დაუშვათ ჩვენ რომ 10,000 ადამიანი შევიკრიბოთ სადღაცას, ამას თავის კანონმდებლობა და ასე შემდეგ და ორგანიზება ჭირდება და ასე შემდეგ და მე არაფერს დამორგანიზებელი არ ვარ, წინასწარ არ ვამბობ, რაც ვაორგანიზებ მე ხო? იმისთვის რომ ეს პროტესტი შედგეს, მაგ სახით, რომ სადღაცას გამოვედით და ვიყირეთ, ერთი რამდენად სწორი ფორმა პროტესტის გამოსვლა და ყვირილი კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ვინც მაგ მეთოდს ემხრობა, რომ გამოვიდეთ და სადღაცას დავდგეთ და ვიყიროთ, დაახლოებით 100,000 უკმაყოფილო ადამიანი მაინც უნდა იყოს და ისეთ სულით და ხორცით უკმაყოფილო ამ პრობლემით, რომ 10,000 ადამიანი შევიკრიბოთ. შესაბამისად 10,000 ადამიანის სადღაც შეკრება და ყვირილი უფრო ნაკლებ ეფექტს გამოიწვევს, ვიდრე ის რომ ყველამ ჩვენი ხმა გავაგონოთ და ჩვენი ხმის გაგონების მეთოდის სიგნალი, როგორც ასეთი შეიძლება ერთ შეხედეთ ჩადეს, რომ პროვოკაში ისედაც ვასიგნალები ჯიგარო რა პრობლემაა. ეგ მაგ დონით შეიძლება მიუდგეს ვიღაცა მაგ საკითხს. თუმცა ამ სიგნალის თავარი ჩანაფიქრი ის არ არის, რომ ხვალე ვიღაცა ადგება და პირდაპირ განონს გამოცვლის. ანუ მაგის ილუზია არავის არ განაჩნია რა. ამ სიგნალის ჩანაფიქრი არის ის, რომ ჯერ ერთი ადამიანებმა ერთმანეთს დავანახოთ ერთობა, რომ ჩვენ ვართ, გვერდში ვართ და ხმის ამოღება რაღაცით მაინც ცოტათი მაინც შეგვიძლია, როგორც მინიმუმ. იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში პროტესტი არის გაუფასურებული, როგორც ასეთი რა, მარტივად რომ ახსნა რა. სოციალური რეალური პრობლემის შესახებ პროტესტი არის ზედმეტად გაუფასურებული, იმიტომ რომ სხვა რაღაცეების შესახებ პროტესტები ზედმეტად ყოველდღიურობად იქცა ჩვენ ქვეყანაში და იმდენად ყოველდღიურობად იქცა და იმდენად ყურადღებას არ აქცევს, რომ არ გჯერა საერთოდ რომ პროტესტი რაიმე შედეგს მოიტანს ადამიანების უმრავლესობას. განა მე არ მჯერა. მე რო არ მჯეროდეს ამ სიგნალობანასაც არ დავიწყებდი რა. არ ჯერათ იმ ადამიანებს, ვინც შემოდიან და კომენტარებში გუწერენ მაგასო სიგნალს რა აზრი აქვს, იმას რა აზრი აქვს, ამას რა აზრი აქვს. თუ არაფერს აზრი არ აქვს, შემოკარგო რა, მაშინ მოდი თავი დავანებოთ, ეს ჩვენი უსამართლობის განცდები ჩავყლაბოთ და საერთოდ ხმას რომ ამოვიღებთ რა. ვიღაცები რომ მოდიან და აქ ეს რა ქვია ძალიან აღტკინებული პროტესტანტები არიან, მათი უმრავლესობა, ვინც კომენტარში რაღაცებს მიწერს, საერთოდ მე რო ხვალ ბიროვითად, არაფერს დამორგანიზებელი არ ვარ კიდევ მოვარდები რა, მაგრამ მე და ჩემი თანამოაზრეობა ხარ რომ კიდევ რაღაც აქცია და ვაორგანიზოთ, არავინ მომსვლელი არ არის რა. ეს მარტივად გეტყვით რა და ეს TikTok-ში და Facebook-ში კომენტარების წერა ძალიან ადვილია. ერთი რეალურ სამყაროში ქმედება დავაორგანიზე რა. არც დამიორგანიზებია, დავაანონსე. ერთი ქმედება, უმარტივესი, აი ახლა მე აქ ავტომობილში ვზივარ, აი შეიძლება გავაკეთო. და ყველა შეგიძლიათ აი ეგ გააკეთოთ რა. და მაგ ქმედებას რამდენად შეძლებთ ყველა, მოდი მერე ვისაუბროთ, აი ამ ქმედებას თუ ყველა შევძლებთ და ერთობას დავინახოთ. მერე ვილაპარაკოთ სხვა გზებზე და სხვა ნაბიჯებზე, როგორ შეგვიძლია ჩვენი ხმა მივაწვინოთ მთავრობას ამ პრობლემასთან დაკავშირებით რა. და არა ის, რომ სიგნალს რა აზრი აქვს ბიჭო, რომელმა ის რა ქვია, მეცადე ვიღაცა ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც შეეხო და ეს რა ქვია, რომელმა სულელმა მოიფიქრა ეგ. რავი, შემოძმო, ცოტა მეტი დაფიქრებულიყავი, რატო მოვიფიქრე ეგ და მივხვდებოდი შენით რა. ძალიან მარტივია, მაგრამ აშკარად არ დაფიქრდი და ეს არის მარტივი ახსნა, რატომ უნდა დავასიგნალოთ, არა ის, რომ ვიღაცა ჩვენი დასიგნალებაზე ხვალე ახალ კანონს მიიღებს, ან რამეს გაიწვევს. არა, მაგის ილუზია მე არ გამაჩნია. თუმცა მოდი დამანახე, რომ გვერდში ხარ და მოდი დამანახე, რომ ერთ აზრზე ვართ. და დამანახე არა TikTok-ზე ჩემი კრიტიკით, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის კრიტიკით, ან თუნდაც მთავრობის გინებით. დამანახე გვერდში დგომით ერთი ქმედითი ნაბიჯით მაინც. და თუ დავინახავთ, რომ ჩვენ მილიონი ვართ და ქმედითი ნაბიჯი შეგვიძლია, მოდი მერე ვილაპარაკოთ შემდეგ ქმედით ნაბიჯებზე რა. ძალიან მარტივია. ერთი აზრი მაქვს მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით კიდე რომ ესე მგონია რომ ეს ხალხი ვინც წერს მაშინ კომენტარებიც ვნახე ჩემთანაც 1000 ვიღაც ხო იცი ქალს ხონაირად დაყენებენ შეურაცხყოფას ქალზე უფრო ისა აქვს ხო და თამამები არიან უფრო კაცთან ხო ხდება მაინც ისეთი ის აქვს და
კი, შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველაფერი ასე შემდეგ, მაგრამ საქმე რაში იცი რა მგონია? ეს კანონი ყველაზე ნაკლებად ჩვენ შეგვაწუხებს. ანუ მოდი ეს მარტივად გითხრათ რა, მე პირადად, ანუ როგორც ერთ ადამიანს და ერთ სუბიექტს, ეგ კანონი საერთოდ არ მეხება იმის გარდა, რომ სადღაც ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც რა. ოღონდ არა პირდაპირ, ანუ ირიბად მოახდენს გავლენას. იმიტომ რომ ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა ყველა ოჯახზე ახდენს გავლენას და მაგიტომ მოახდენს ჩემზეც, თორე პირდაპირ არც ეკონომიკური ინტერესი არ გამაჩნია არანაირი. პირდაპირ ავტო ინტერესიც არ გამაჩნია, იმიტომ რომ მე ეხლა პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის სასურველი ავტომობილი მყავს და ხვალე რომ სხვა ავტომობილის შეძენა მომინდეს, რამენაირად წელზე ფერს დავიდგავ და 2020-ით ავტომობილსაც ვიყიდი, ანუ მოვაბავ თავს მაგდეს. მაგრამ უსამართლობის განცდა რომ ახშობს, ის რომ ახშობს, რომ ჩემს გარშემო ადამიანებს უკრძალავენ რაღაცეებს უაზროდ, მაგიტომ შვები ამდენს და მაგიტომ ლაპარაკობ ამდენს და მაგიტომ ვაკეთებ ამდენს სხვებისგან განსხვავებით. თუნდაც იმას, რომ მე ჩემ ხმას თამამად გიფიქსირებდო, თუნდაც იმას, რომ გეუბნებით, რომ მოდი ესე მაინც უცადოთ, ეს რაღაცა მაინც გავაკეთოთ. ჩემი მოფიქრებულით რო ყოფილო ხართ ადამიანები. რავი, სხვაგან ვინ რა მოიფიქრა დამანახეთ, ანუ ვინმე თუ უკეთეს საკეთებს იმისკენ წავალ და გვერდში დაუდგები, მე არ მაქვს პრობლემა რა, ანუ მე არ ვარ აქ ინდივიდი და ჩემ ინდივიდუალურ პრობლემებზე არ არის აქ საუბარი, მე უბრალოდ ერთი ადამიანი ვარ, ერთი ავტომოყვარული, ყველანაირად დამოუკიდებელი ყველაფრისგან და ყველასგან, რომელმაც უბრალოდ ეს ფორმა მოვიფიქრა, რომ ადამიანებმა ერთად რაღაცა ვთქვათ და ერთად ჩვენი ხმა ვიღაცას მივაწვინოთ TikTok-ში კომენტარებში წერის გარდა. და Facebook-ზე კომენტარების წერის გარდა. რავი, ანუ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გავბრაზდით ერი, არ უნდა ძმაო, მაგას სიგნალი უნდა დავამხოთ რაღაცებს რომ იწერთ კომენტარებში. რავი, ძმებო, დაამხეთ, თქვენს გვერდი ვართ. რავი, მიდით, დავაი. ანუ რომელმა რა გააკეთეთ კომენტარის დაწერის გარდა. პირდაპირ მითხარით და პირველი ხო მაგან მესროლეთ, რომელმაც რამე გააკეთეთ. რა ძალიან მარტივი, თუნდაც იმაზე, ამის რა ქვია, მაყუჩების თემაზე რომ სალაპარაკოთ მივედი და ჩემით რო იყვნენ ვიღაცები უკუაყოფილო, გეგონება მე ვიყო მთავრობაში და მე ვწყვეტდი რაღაცას რა. შანსი მომეცა იმისი რომ პრობლემა მომეგوارებინა და ვცადე მაგ პრობლემის მოგვარება იმ მეთოდით, რა მეთოდით მაშინ გამოჩნდა გზა. არ გამოვიდა, ან რა ნახევარი გამოვიდა, რაც შეგვიდნენ იმის ნახევარი გააკეთეს. შენ რა გააკეთე ჩემზე მეტი, ეგ მითხარი რა, თუ მაინც და მაინც მაგაზია საუბარი. ანუ ნერვები მეშლება რა, მე რაღაცებს მაყუჩის კანონიც არ მეხებოდა. ანუ პირადად მე მაყუჩის კანონიც მაგრად მეკიდა, ჩემი მანქანა ყველა რაც ყავს, ჯდება რეგულაციას და თუ ვერ ჩაჯდება, წავალ გავაკეთებ და ჩავსვავ. მე ეგ შემიძლია ბოქსი მაგ შევაყენებ, ჩემი ხელით დავადუღებ და გავაკეთებ ისეც, რომ კანონში ჩავждე და არავინ არ გამაჩეროს. და დღემდე არ გაუჩერები ვარ მაგ კუთხით, არავის მე არც ეგ კანონი არ მეხებოდა, პირადად მე. თუმცა უსამართლობის განცდა იყო და არასწორი კანონი იყო და იმიტომ დავიწყე ლაპარაკი მაგ კანონზეც. არც ერთი კანონი არ შევხვები ჩვენ მართლა ვინც ავტო თემაში ვართ. პირადად ვაფშე საერთოდ არ მეხება არც ერთი კანონი რა. კარი უფლებების შეზღუდვაზე და ამას ვერ ხვდება ხალხი, ამაში არის პრობლემა, თორე მანქანა დაუშვათ რამდენი წლესაც არ უნდა იყოს, ხო? ყველანი ავტო თემაში ვართ, ავტოსპორტში ვართ. და რა ვიცი, გავდუგავ მანქანას და შეჯიბრზე გამოვალ და საერთოდ ქალაქში გადასადგილებლად სპორტული მანქანა. ანუ მე F4-ს ჩამოვიხარ კომიტეს. დავდუგავ სპორტული ინვენტარად გავატარებ და იმ მანქანით ჩავალ შეჯიბრზე და მაინც ვივლი. აუში არ მაქვს პრობლემა. დაჟე მეცაც გეტყვით. ჩავალ რუსთავის ავტოდრომზე, აი იქ დავტოვებ, გამოვალ ხოლმე ჩემსას გავისწორებ, გავერთობი და წამოვალ მერე უკან. დანარჩენები რას ვშვებით, თორე მე პირადად ეგ პრობლემა ვიცი როგორც უნდა გადავჭრა და მაქვს გზები მაგ პრობლემის გადაჭრას. სხვებს არა აქვს და მანდ მეშლება, ანუ უსამართლობის გამო მეშლება ნერვები და არა იმის გამო, რომ ეს პრობლემა მე მეხება, მე ვაფშე არ მეხება და მეცაც გეტყვით. პირადად ჩემთვის სამი თვეა ერთ ბიზნეს პროექტზე მუშაობ, რომელსაც ორ კვირაში დაახლოებით ვაინიცირებ და ვიწყებ უკვე აქტიურად. პირდაპირ მაგ ბიზნესის წისქვილზე ასყავს, როგორ იცი, აი თქეშით მიშვებს წყალს რა, ანუ ჩემთვის არის ეს კანონი შექმნილი. იმიტომ რომ ეს ბიზნესი იმუშავებს ძალიან მაგრად. ეს არის ავტომობილების ადგილობრივად არსებული ავტომობილების დათვალიერების სერვისი, ყიდვამდე და გაყიდვამდე და რეპორტინგის სერვისი, რომ ვინმეს ყიდვა რომ უნდა შევამოწმო რა, როგორ ავტომობილს ყიდულობს და სრული რეპორტი გქონდეს რას ხედავს და ვინმეს გაყიდვა რომ უნდა შევამოწმო ავტომობილი და რეპორტი გააჩნდეს რომ ყიდვას ანახოს, რომ ესეთ ავტომობილს ყიდი. ადგილობრივი ბაზარი როცა გაცოცხლდება, ანუ დღეს რაც ფული გარეთ გადის იდეაში და ფულის გასვლაზე არ არის, მაგრამ თავი პრობლემა ის ფული მერე უკან შემოდის, ანუ დღეს რაც ქართველი მომხმარებელი მიდის და საზღვარგარეთ ყიდულობს ავტომობილს, იმ ავტომობილების ყიდვას დაიწყებენ ადგილობრივ ბაზარზე და პირდაპირ
ჩემს პროდუქტზე გაიზრდება მოთხოვნა საგრძნობლად, ვიდრე დღეს არის. ჩემს სისქუზეა სხავს ეს კანონი ყველაზე მეტად სხავს. აი ლოგიკას რო დაფიქრდე, წეგან რო ვიძახდი რა, რომ ლოგიკა ვერ მოვიფიქრე ამ კანონის აზრი რა არის თქო. ერთადერთი ლოგიკა არის, რომ მე მთავრობასთან ვარ დაახლოებული და ჩემს გამო შემოიღეს ეს კანონი. ანუ ჩემს გარდა მართლა არ მახსენდება ვინმეს ეს კანონი აწყობდეს. ვერ ვიხსენებ ვერავის რა, ვერ მივედი, ვერც ერთ ბიზნეს ინტერესამდე ვერ მივედი, ლოგიკურ ინტერესამდე ვერ მივედი. მე მაწყობს მარტო. ოღონდ მართლა. და მე ვდგავარ და მე ვყვირი. რო არ მინდა თქო. რა ვიცი, რა გითხრა, რით გაგახაროთ. სიმართლე რომ გითხრა, ჩემთვის და შენთვისაც დარწმუნებული ვარ და ჩვენთვის ყველაფრის ვის ამ ინტერესის ქვეშ ვართ, მნიშვნელოვანია რომ სწორი რაღაცისკენ შეიცვალოს და ხა ვიღაცა გვაღიარებს, აგვაღიარებს. ანუ მე საერთოდ მეტოდიას მაგიერებს. კი, მე არც იუთუბერი არ ვარ რა, ანუ მე ავთქვი თავსაც იუთუბერად, არც საზოგადო ფიგურად არაფრად შოულიგივი ტიპი ვარ ავტომოყარული, რომელსაც კუჩის ტრიალი ევასება რა და მეც არ ვცდილობ რომ კი ბატონო. საერთოდ არ მაქვს სხვა ინტერესი არაფერი. ჩემთვის რაღაცა დავშლე ოცხობ გავერთ. ხო, კონტენტის შექმნაზე პრინციპში არც შენ არ ფიქრობ, არც მე არ ვფიქრობ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს დაშლილი მანქანა უფრო მოგწონს, ვიდრე აწყობილი მანქანა, იმიტომ რომ ნუ დაშლილ მანქანას ავაწყობთ ერთობით, ამით ვერთობით. კი ბატონო. კი, ანუ ეს საერთოდ არაფრის მომცემი არ არის, ჩვენთვის არც ეს კანონის შემოღება, არც არის შემოღება, უბრალოდ აქ უკვე არის იმაზე საუბარი, რომ არ შეიძლება აკრძალვა. უსამართლობა არის რაღაცის არ ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილებს დარწმუნებული ვარ, ყველას გვექნებოდა იგივე, რომ ეთქვათ, რომ აი არ შეიძლება სასმლის დალევა. იგივე პროტესტს გამოვხატავდით. კი ბატონო. რაც მიყვარს დაუშვათ. ვიღაცას რო ეთქვა ხვალე რომ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. ვიცი რომ ავნებელია. ვიცი რომ არ უნდა ვეწეოდე, მაგრამ ვეწევი და ხვალე რომ უბრალოდ მოხვიდე და ამიკრძალო ეს სიგარეტი. გეტყვი რომ შენ ხომ არ. ხო. ანუ იმიტომ რომ მე მინდა ამ სიგარეტს მოვწევ, მინდა მოვკვდები, მინდა არ მოვკვდები. მე ჩემი სიგარეტით სხვას არ ვაზიანებ. არც ჩემი ავტომობილებით არ ვაზიანებ არავის, არც გარემოს, არც ეკოლოგიას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ქვეყანაში გვაქვს ამის რეგულაცია. კი ბატონო. და შეგვიძლია ამის კონტროლი. ძალიან დიდი მადლობა შენ დრო დამიჭმე და შემოვლება სახში რომ მოვიღა. რა ვიცი ხალხო დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, გითხარით თქვენი აზრი და რაც მთავარია მე ისევ რომელი რიცხვი დღეს ყური 19 თუ 18 20 გვარ დაანონსებული. საღამოს 7:30-ზე ვინც იჯდებით მანქანაში, ან თუ იძები და გვერდზე იყოლებთ მანქანა ჩაჯიქით, 30 წამის მანძილზე გააბით სიგნალი. ეს ერთადერთი რაც იქნება არის ის, რომ ცოტათი მაინც ეთანხმებით. ახლა კიდე ერთ ფილმს ვიტყვი რა სიგნალთან დაკავშირებით ვარ სანამ მოვჩევით. მე მეგონა რომ რაღაცა გენიალური მოვიფიქრე და გუშინ ესეთი ნეგატიური რაღაცა ნაწილის ნეგატივიც რო წამოვიდა ამ სიგნალთან დაკავშირებით. ავდექი მე და დავგუგლე მეთქი მარტო მე ვარ ესეთი გენიოსი თუ კიდე რაღაც გავსი ვინმეს პრაქტიკაში უცდი. და აღმოჩნდა რომ არა მხოლოდ უცდიათ რამდენჯერმე ძალიან სერიოზული შედეგი აქვს მიღებული სიგნალებით პროტესტის და სიგნალების პროტესტის მთავარი ხიბლი რაც მე თავიდან დავინახე ის ხიბლი ძალიან დიდი ხნის წინ აქვს ადამიანებს ნაბოლი. ერთი ის რომ მარტო არ დგა ხარ სადღაცას და მანქანაში ზიხარ და მანქანაში პრობლემა, ანუ შენ როცა აქციაზე დგა ხარ, შენ დაკავება ბევრად მარტივია, პრობლემის შექმნა ბევრად მარტივია, როცა ავტომობილში ზიხარ, ბევრად რთულია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტომობილია, ძალიან ბევრნი ხარ. მეორე, სიგნალის გამო დაჯარიმება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან რთულია დაამტკიცო რომელი ასიგნალებდა. ხო. მით უმეტეს როცა ყველა ასიგნალებს გარშემო. ნებისმიერთან რომ მოვიდნენ შეიძლება თქვა რომ იარდამი სიგნალებია და ვერაფრით ვერავინ ვერ დაგიმტკიცებს რომ შენ ასიგნალებდი, იმიტომ რომ ვიზუალური ეფექტი არ გაქვს არანაირი. ხმის ეფექტი გაქვს, რომელსაც ვერავინ ვერ დამტკიცებს რომ აი ამ ავტომობილიდან მოდიოდა სიგნალის ხმა და იმიდან არ მოდიოდა. სიგნალის ეფექტი, ხმის ეფექტი მიდის გაცილებით დიდ სივრცეზე და აღწევს გაცილებით დიდ ტერიტორიას და გაცილებით შემაწუხებელია და გაცილებით აღქმადია ვიდრე ვინმე ადამიანის სადმე დგომა და ყვირილი. ნებისმიერი ადამიანი, ერთი ადამიანი, სადღაც 100 ადამიანი სადღაც რო დააკენო და დააყვირო და 100 მანქანა სადღაცას გააჩერო და დაასიგნალებინო, ბევრად შორს და ბევრად დიდ ხმას გააგებინებ. ყველას ვიდრე ეს 100 ადამიანის ყვირილი ამ 100 ადამიანის ყვირილის შემთხვევაში გაიგებდნენ. და თან აქვე მე არ დავიწყო კონკრეტული მაგალითების მოყვანას რა შედეგები გამოიღო სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს სიგნალებით აქცია. თუმცა მინდა გითხრათ რომ შეგიძლიათ დაგუგლოთ და თავად ნახოთ რა შედეგებია გავაღებული და ძალიან მიხარია რომ
რაღაცა სისვრელი არ მომიფიქრებია და თურმე პრაქტიკაში გამოცდილი მეთოდი მაქვს მომფიქრებული, რომელიც შემიჭკუით რაღაცა გენიალური ახალი მომიფიქრე 1971 წელს არის პირველად ეგ მეთოდი გამოყენებული და სიგნალის საათი ერქვა ასევე ლეთუქი. იმედი მაქვს, რომ ამაზე ვიდეოების შეწერა აღარ დაგჭირდება. ძალიან დიდი იმედი. შედეგზე მივალთ, ამიტომ არ გამოტოვოთ აქცია, გადაზიარებული გოქეს აბსოლუტურად ყველა სოციალურ ქსელში და აუცილებლად სადაც სახშიც რომ იყავთ, აი უდიდეს პატივისცემა იქნება, რომ ჩახვიდეთ და დაასიგნალოთ. იმიტომ რომ ეს იქნება ის, რომ თქვენ არ ეგუებით უსამართლობას. და ჩვენი უკვე დავალდოთ შემდეგ ვიდეოებში ჩემს არხსაც, მაგაცის არხსაც და გამოიწერეთ ჩვენი არხები. კაი ხალხი ვართ რა. კი გვიწერთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კაი ხალხი ვართ ხო? საბოლოო ჯამში ყველა მაინც ერთი ქვემო შვილობ. კეფ.